სახელით და მამისათა და ძისათა და სული საწმინდისათა ღმერთმა გაგახაროთ, გაგაძლიეროთ, სულიერი წინსვლა მოგცეთ, გაგამტკიცოთ წვენაში და ფარველი ანგელოზი იყოს თქვენი გზის წარმართველი, ღვთის მიერ მონიჭებული ნათლობის დროს. ღვთის მიერ შეხვდა უზარმაზარი მემკვიდრეობა ქრისტეს მიერ მოგცა ქრისტემ დიდი მემკვიდრეობა, სულიერი მემკვიდრეობა, სულიერი სიმდიდრე, სულიერი განძი სახარებისა, რომელიც წმინდა წერილისა და სახარების განსაკუთრებით ჩვენთვის მოცემული ახალი აღთქმა და წმინდა გარდამოცემა, რომლის გამოც ჩვენ, რომლის საფუძველზე ჩვენ ყველა დამხოლების გადალახვა შეგვიძლია. თუკი რა თქმა უნდა რწმენით აგვიჩურვებით და სულიერი შეიარაღებით შევიარაღდებით. ეს ყველაფერი წმინდა წერილი, წმინდა გარდამოცემა, საერთოდ მთელი ჩვენი სულიერი ცხოვრება, ლოცვა, მარხვა, ზიარება, საიდუმლოებები და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი ჩვენ ცხოვრებას მოაწესრიგებს და ჰარმონიაში მოიყვანს უხალთან, მოყვასთან და საკუთარ თავთანაც. ჰარმონიაში მოიყვანს და შვიდობით გვატარებს ამ მძიმე საბჭოთა ოფის, საბჭოთა ცხოვრების, საბჭოთა ფორმაციის შემდეგ ხობ მოსაბჭოთა ფორმაციაში ხობ ხალხს, რომლებსაც კვლავ და კვლავ ხილული თუ ხილავი მტრების გარემოცვაში ვართ და ხშირი ესე ვთქვათ ბრძოლები გვაქვს. რა თქმა უნდა, ჩვენი ბრძოლა იქნება, რადგანაც ბრძოლა განწმენდასთან არის დაკავშირებული. როცა იტყვიან, რომ ბრძოლა მაქვს, ესე იგი განწმენდის პროცესები ჩართულია. როცა განწმენდა ხდება, უცებად მას ხილული და განსაკუთრებით უხილავი ბრძოლა მოყვება, ანუ რამე ვიტყვის, რომ ბრძოლა არა აქვს, ბრძოლა აქვს, ვერ ამჩნევს. და თუ გონია, რომ ბრძოლა არა აქვს, უკვე ესე იგი აპრიორულად წააგო ბრძოლა. ამიტომ ბრძოლა იქნება, რადგანაც განწმენდის პროცესები მიმდინარეობს სულისა, სამშვილდისა და სხეულებრივ დონეზეც, რატომაც არა, მიმდინარეობს. უამრავი ტოქსინი შემოდის, სულიერი, ემოციონალური და ხორციელიც. შხამები, ამას ყველაფერს გადამუშავება, განწმენდა და გადაფორმატება უნდა და ანიჰილაცია უნდა. ამას შესაძლებლობას ამისაც გვაძლევს წმინდა ეს განძი, წმინდა მემკვიდრეობა უფლისეჩვენის იესო ქრისტესი და რა თქმა უნდა ცოცხალი პრაქტიცირება ამისა, მონაწილეობა ზიარების საიდუმლოებაში, რომელიც აწესრიგებს ადამიანში მხოლოდ შინაგან ქაოსს. ქაოსი მოწესრიგებული ვერანაირად ვერ იქნება, თუ მას არ შეეხო ღვთის მადლი და ქაოსი ქრება. ამიტომ ესეთი მადლის შეხებით ადამიანი მშვიდდება, სულიერ სიწყნარებს იღებს, სულიერად შეთანხმებაში, თანხმობაში არის. უფალთან, ჰარმონიაში არის მოყვასთან და საკუთარ თავთანაც და ესეთი მეშვეობით და უზარმაზარი სულიერი შეიარაღებისა იგი წინ მიდის. და რაც ჩაფიქრებული აქვს მას გულში, ყველაფერი ბოროტისგან ხო არ არის ჯვარისწერა, ყველაფერი ღვთისკვნილება ვარ, ჩვენს ხატება ვარ, მსგავსება ვარ და ყველაფერი ბოროტისგან ხო არ არის ჯვარისწერა, მართლა დავიფარო ყველაფერი ბოროტისგან. პირიქით, ყველაფერი ღვთისაგან არის, მაგრამ ჩვენი არასწორი არჩევანის გამო ხოლმე რაღაცა ნეგატივი შემოდის, მაგრამ ის რაც კარგი არის, რაც ჩაფიქრებული გვაქვს, ჩვენ რაც გულში გვიკიაფებს, რაც ჩვენი გულის სიღრმეში კიაფობს ჩვენი სულიერი შინაღანი წმინდათა წმინდაში, რაც გვინდა ჩვენ, რომ კარგი ვიყოთ, უკეთესი ვიყოთ, სიკეთებთ ესოთ, ხო, ყველას უნდა ეს ჯანმრთელად ვიყოთ, სულიერად, ხორციელად, ბუნებრივია. ადამიანის სული, როგორც ტეტულიანი ამბობს, ხომ ადამიანის სული ბუნებით ქრისტიანი, არავის არ უნდა იყოს ცუდი, მოძულებული, არასაჭირო და გადასარგდები მარგინალი. ვის უნდა ეს? არავის არ უნდა. პირიქით, ადამიანის სული ბუნებით ქრისტიანია, იგი ქრისტიანი რო არის, ეს არის ხატება ერთ-ერთი მასში ჩადებული ბუნებით და ამიტომ მას უნდა და ჩაფიქრებული გულში აქვს უკეთესი და საუკეთესო. აი ეს რომ რაც ჩვენ გულში გვაქვს ჩაფიქრებული, აი ეს ამისათვის ვევედროთ ღმერთს და მას მანიცის მოგცემს ჩვენ. ყველაფერს გააკეთებს იმისაც უფალი მოწყალია, თუ ჩვენ მის წმენა გვექნება, ქრისტეს წმენა გვექნება, თუ მას მივიღებთ გულში შემოუშვებთ, გონებაში შემოუშვებთ, თუ ჩვენ შევძლებთ უფრო მეტი მოვინდომოთ, მეტი შევიმეცნოთ, დიახაც წმინდა წერილი და წმინდა გარდამოცემა, მეტი ცოდნა დავაგროვოთ, წმინდა სიბრძნე ღვთისა, მეტად ვისწრაფოთ საფრთხო გზაზე, უფრო მონდომებით მივიაროთ წინ და წინ, ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბის, მცირედი წინსვლა ქონოდეს, არ არის აუცილებლად ნახტომების კეთება. მცირე მადლობდეთ ღმერთს, ცოტათი და ცოტათი სიხარული შემოვიდეს, ყველაფერს დავაკვირდეთ, წყალობა გავიღოთ, ღვთის მოწყალებაზე მადლობა ვთქვათ, ყოველივეზე მადლობდეთ თუ მახსენდება.
პავლე მოციქულის სიტყვა. თანდათანობით თითო საფეხური, მცირე საფეხურით წავალ წინ უბლისაკენ მიმოვალ გზაზე და საბოლოო ის რაც ჩვენ გულში გვაქვს ჩაფიქრებული, კარგი ბევრი რამ და შეისრულოთ ღმერთმა, ის კარგი ღმერთს ვევედროთ, რომ ის ყველაფერი რაც ღმერთმა გვაქვს და გულში გვაქვს ჩვენ საუკეთესო ყოფილიყოს და აღსრულებოდეს ეს ყველაფერი, ხო? უფალს შეუძლია ეს ყველაფერი და აუცილებელია რომ ევედროთ უფალს, რაც გულში გვაქვს, კარგი. რატომაც არ უნდა ევედროს კარგი რაც გაქვს? გარდა იმ ლოცვებისა, შენ გულის სიღრმეში რაც სიკეთე გინდა, რაც ბედნიერება გინდა, ევედრე ღმერთს და თუ საჭიროა მოგეცემა. ითხოვდე და მოგეცეთო. თუ არ ითხოვდა, არ ევედრები, არც არაფერს არ მიიღებ. ევედრე ბევრი რომ ცოტა მაინც მიიღო. ძალიან ცოტას რომ მიიღებ, ესე იგი ძალიან ცოტა კილოცია. ბევრს მიიღებ, ბევრია უფალს. ამიტომ ილოცეთ ბევრი, ეს ახლა კიდე სხვა თემაა, რომ მოგვეცეს და ბევრი და ძალიან ბევრი დიდი კიდევ მემკვიდრეობა ვახსენეთ საუნჯე და განძი და სიმდიდრე უფალს აქვს, სულიერი სიმდიდრე, სულიერი განძი, აი ეს უნდა ვევედროთ. ჩვენ ისეთი ჭურჭელი ვართ, ადამიანი ისეთი ჭურჭელია, რომელიც ღვთის ხატება და მასში უამრავი საუკეთესო ჩადის და უამრავი განწმენდილი უნდა იყოს ეს ჭურჭელი და გამჭვირვალე უნდა იყოს ღვთის წინაშე. რა შეავსებს ამ ჭურჭელს? ვერაფერი ვერ შეავსებს უფლის გარდა. ეს იმხელა ჭურჭელია, პატარა, მაგრამ დიდია, მაგრამ პატარაა. მიკროკოსმი ადამიანი, ყველაფერი ეტევა ადამიანში, მთელი სამყარო ეტევა. ადამიანი რომ დაინახო ისეთი როგორიც არის, თვალს ვერ გაუსწორებს სულიერად, რომ დაინახო ისეთი როგორიც ნამდვილად არის. ამიტომ რა შეავსებს ამ ჭურჭელს? ღვთის მადლი შეავსებს. ამიტომ ჩვენ ვევედროთ მას, რომ ყოველმა ახალმა ჩვენმა ღვთის მიერ მოცემულმა საჩუქარი, ყოველდღე საჩუქარია ღვთისაგან, ნაჩუქარია ყოველი დღე. მოგცეს ის პატარა უცხება, პატარა საჩუქარი, მცირე სტიმული, სიყვარული, სიხარული, მადლობა ღვთისადმი. ყველაფერი ის რაც ბიძგი გადახრა იმისაც რომ მოგვეცეს ყველაფერი რაც ჩვენ გვინდა, რაც ჩვენ გულში გვაქვს ჩაფიქრებული ჩვენთვის, ჩვენი ახლობლებისთვის, ჩვენი ყველასთვის, ყველა მთელი სამყაროთვის. მთელ სამყაროს სიყვარული უნდა უსრულოთ და სიკეთე უნდა უსრულოთ და აღორძინება უნდა უსრულოთ, მოწესრიგება, წინსვლა უნდა უსრულოთ და ამას მივიღებთ. როცა განიკითხავ, როცა აკრიტიკებ, როცა სულ წუწუნებ, რტვინავ, ასმაგად გიბრუნდება ეს ნეგატივი, კი არ სწორდება სიტუაცია. უფრო გიბრუნდება ნეგატივი. პირიქით, მადლობდე ღმერთს, გადასახე ჯვარი, შეუნდე, გაძლიერდი, უსურვო რომ უკეთესი გახდეს, უკეთესი ცხოვრება ქონოდეს, სხვასაც და ჩვენ ქონოდეს უკეთესი ცხოვრება, უკეთესი მერე საუკეთესო წამოვა და ასე შემდეგ. იმართებოდეს ყველაფერი ღვთისნებით, როგორც არის ნათქვა, მიყავ ნება შენი ვითარცა ცათაში, ნებეცა ქვეყანასა ზედა. ყველაფერი რაც ღმერთმა მოგცა, მადლობდეთ უფალს ამისათვის. შეუძლია უფალს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მეტი შეუძლია. ჩვენც კიდე მეტი უნდა ვევედროთ, მეტი უნდა ვილოცოთ, მეტი უნდა ძალისხმევა გამოვიჩინოთ, რომ შევათავსოთ ის რაც უფალს უნდა ჩვენთვის, ჩვენი ძალა და ჩვენი მონდომება უნდა შეპროპორციული იყოს, რომ მივიღოთ. ამიტომ ვიცხოვროთ ისე, როგორც წმინდა წერილი გვეუბნება და წმინდა გარდამოსება და როგორც ჩვენი წმინდა მამები გვასწავლიან და აი ესეთი ამ ქცევით, ამ დოქტრინით ვივლით წინ და ვადიდებთ უფალს, მამასა და ძესა და წინასულსა, ყოვლადწმინდას სამებას, აზ და მარადის და უგუნითი უგუნისამდე. ამინ.